გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი და მინდა გახაროთ, რომ ძალიან მალე ვიწყებ ბედის მატრიცის კურსის შესწავლას. მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ ან ასტროლოგიჯეზე დაანონსებულ, ასე ვთქვათ, კურსზე ჩაეწეროთ. ახლა კი მე მინდა შემოგთავაზოთ საჩუქრად, ძალიან ძლიერი, ძალიან სასიამოვნო და თერაპიული სამუშაო და თან აგიხსნათ რა ხდება ამ სამუშაოს შესრულების დროს. დაგჭირდება სახატავი ფურცლები, ქაღალდი და ფერადი ფანქრები. ნახეთ, როგორ არის სამყარო მოწყობილი. თავისუფალი სული, რომელიც ჯერ არ არის დაბადებული, ირჩევს მშობლებს, დედას და მამას და არა მარტო მშობლებს, ირჩევს საგვარეულო კარმას. რა არის ის სამუშაო ენერგია, რაც მისი დაბადების შემდეგ მან უნდა დაამუშაოს, ისწავლოს, გაძლიერდეს, განავითაროს და ამგვარს დაეხმაროს, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის, ანუ მძიმე კარმის, ამ რაღაცა სიტუაციის, პრობლემის, მძიმე კარმის, ცუდი კარმის დამუშავებაში. ანუ, ასე რომ ვთქვათ, ადამიანები იბადებიან ერთი გვარის მიხედვით და აქვთ რაღაცა ან დაავადება, ან რაღაცა გადაუჭრელი პრობლემა. აი ხო გაგიგიათ, რომ ჩვენ გვარში ქალები გვიან თხოვდებიან, მაგალითად, ან აი ჩვენ გვარში ყველას აწუხებს ვენები, ან აი ჩვენ გვარში მამაკაცები სასმელისკენ არიან მიდრეკილები და ასე შემდეგ. აი სული გადაწყვეტს, რომ მოდი მე დავეხმარები ამ გვარს და ესე უბრალოდ არ ხდება ეს კიდე, რომ მოდი მე დავეხმარები, მასაც აინტერესებს ამ ენერგეტიკის დამუშავება და აირჩევს, ასე ვთქვათ, ამ ენერგიებს, საგვარეულო ენერგიებს დასამუშავებლად. ჩვენ გვყავს ორი მშობელი, დედა, მამა, ხო მართალია. და ასე ვთქვათ, ირჩევს დედის მხარეს მამაკაცების ენერგიას, კარმას, დედის მხარეს ქალების ენერგიას, კარმას დასამუშავებლად და მამაკაცების მხარეს, მამის მხარეს კაცების კარმას დასამუშავებლად და მამის მხარეს ქალების კარმას დასამუშავებლად. აი ამის შემდეგ სული აშენებს თავის ინდივიდუალურ ენერგიას. თავის ინდივიდუალურ ენერგიას და ეს ენერგიები მოაქვს პირველ რიგში მისი დაბადების ენერგეტიკით. ისევ და ისევ ვიტყვი თავარს. პირველ რიგში მისი უფალთან, სამყაროსთან ურთიერთობის ენერგიით ირჩევს, უკვე აღარ ირჩევს, მოაქვს მისი წინა ჯანმრთელობის კარმა, ფიზიკური კარმა და მისი სულიერი კარმა დასამუშავებელი. აი ესეთი გავასწორო, რომ კარგად აღქმადი გამოვიდეს, აი ესეთი ენერგია მივიღეთ, ესეთი მატრიცა მივიღეთ და რას ვაკეთებთ ამის შემდეგ. აი აქ შუაში, აი მე მსურს, რომ ეს იყოს ესეთი ფერით, კიდე ვაკეთებთ წრეს, ეს არის ჩვენი ცენტრი, ეს არის ჩვენი ყველა ენერგიის რესურსი და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, როგორც ცენტრი ბედნიერების, როგორც მზე. ეს არის ყველაზე დიდი იმ ენერგიების ნაკრები, სადაც ჩვენ ვგრძნობ თავს ბედნიერად, მყარად, კომფორტულად, ჰარმონიაში, გვსიამოვნებს და გვიყვარს. აი ესეთი მატრიცა შეიქმნა უცებ ერთ წამში და აი ამის შემდეგ ამ ენერგიებს ჩვენ ფერების, ფერსაც აქვს ხომ ენერგია, ფერსაც აქვს დატვირთვა, ფერსაც აქვს შინაარსი, ვაძლიერებთ და ვანიჭებთ
ენერგიას ჩვენს კარმებს მატერიალური იქნება თუ ჯანმრთელობის, საგვარეულო იქნება თუ პირადი, თუ ეს იქნება რესურსები, დაბადების თუ სამყაროსთან ურთიერთობის, ვანიჭებთ ფერებით ენერგიას. ძალიან საინტერესო არის მუშაობის პროცესი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სასიამოვნო, ერთის მხრივ უსაზღვროდ სასიამოვნო და მეორეს მხრივ ეს არის ასე ვთქვათ, თქვენი არაცნობიერი პირდაპირ მიაწვდის იმ ენერგიას, რაც ამ დროისთვის თქვენს, ასე ვთქვათ, დასამუშავებელ ამოცანებს სჭირდება. და აი ესე გაუთვითცნობიერებლად, ერთი შეხედვით გაუთვითცნობიერებლად, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას. ცხადია, თქვენ მუშაობთ იმ ფერებით, რა ფერებიც გსურთ, რა ფერებსაც კარნახობთ თქვენი შინაგანი ძალა. თქვენი არაცნობიერი, თქვენი მესამე თვალი. მე გამიჩნდა სურვილი, რომ აი ამ ცენტრიდან წარიმართოს აი ესეთი ენერგეტიკული ხაზები, რომელიც ყველა ენერგიასთან იქნება კავშირში. თქვენ შეიძლება სხვა სურვილი გაგიჩნდეთ, სხვა ემოცია იყოს თქვენთან, აი მე ასე გადავწყვიტე. და ახლა მინდა რომ თითოეული ენერგია, როგორც არ ვიცი რა მიკარნახებს, მაგრამ როგორც მიკარნახებს ჩემი შინაგანი ძალა, ისეთი ფერებით გავამდიდრო და დავეხმარო ამ ენერგიებს. ბედის მატრიცის კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ რომ აღმოაჩინოთ თქვენში ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ჩრდილში მყოფი თვისებები, ენერგიები, შესაძლებლობები, ჩრდილოვანი მხარეები, რომლის ასე ვთქვათ, დამუშავების შემდეგ ეს ჩრდილოვანი მხარეები გადაიქცევა დიდ მზეებად, რომელიც ცხადია მოგიტანთ ამა თუ იმ სფეროში წარმატებას. თქვენ შეძლებთ გაიმჯობესოთ ურთიერთობები, აუცილებლად. გაუმჯობესდება ურთიერთობები. გაიგებთ, რომ სიყვარული არ არის მარტო ფილმებში და წიგნებში, თქვენ შეძლებთ თქვენი იდეალური პარტნიორის მოზიდვას. ცხადია დაამუშავებთ კარმებს, იგრძნობთ საოცარ ენერგიას და გაგიკვირდებათ, რომ თურმე ფული რაიულად და ადვილად მოდის ადამიანთან და სულ არ სჭირდება ამას წამება, შრომა, დაქანცვა, ტანჯვა, არა, შეიძლება ძალიან ბედნიერი პროცესი იყოს. ბედნიერებას ასხივებდეს ფულის შორის პროცესი და დატკბეთ ამ პროცესით. ცხადია დაამუშავებთ საგვარეულო ამოცანებს, გაიმჯობესებთ ჯანმრთელობას. და რაც მთავარია, ის იქნება თქვენთვის ახალი პროფესია, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობებს, რომ სხვა ადამიანებსაც მოუტანოთ სიხალისე, ბედნიერება, ჰარმონია. ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე. კურსი იქნება 4 თვიანი და ჩვენ ყველაფერ ამას შევისწავლით. გვექნება პრაქტიკული სამუშაოები, განვიხილავთ, გავაანალიზებთ მატრიცებს, ვიმუშავებთ ამ ყველაფერზე. შევაჯამებთ. ამ კურსის შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამ 4 თვეში გახდით რაღაცნაირად სხვანაირი მე. ეს აღმოჩენა იქნება აუცილებლად გარდაუვალი.
ეს კურსი დაგეხმარებათ თქვენ შვილებთან ურთიერთობაში. ეს კურსი დაგეხმარებათ პატიებაში. და რაც ყველაზე მთავარია, ეს კურსი დაგეხმარებათ, რომ აღმოაჩინოთ, რომ თქვენ ხართ ამ სამყაროში, მიუხედავად თქვენი მატრიცისა და ძალიან თავისუფალი. და ეს მატრიცა არ არის ჩარჩოები, ეს მატრიცა არის შესაძლებლობები, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი ადამიანი. მე მინდა რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი ბედნიერი ადამიანი იყოს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ბედნიერია, ის ასხივებს სიყვარულს და ეს სიყვარული არის ძალიან გადამდები და გამავრცელებელი. და სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი ბნელი თავრდება, ყველაფერი სასტიკი, ყველაფერი დამთრგუნველი თავდება, იმიტომ რომ ზე როცა ამოდის, სიბნელე გადის ხოლმე. და მზე არის ეს დიდი უსასრულო სიყვარული. როგორც გითხარით, სწავლება შედგება ასტროლოგი ჯეზე. ან შეგიძლიათ მეც დამიკავშირდეთ და დაგაკავშირებთ. კურსს წავიყვან მე, ნათია შაი-ციკლაური. რაშიც ჩავდებ მთელ ჩემს სიყვარულს, ენერგიას და ცოდნას. და ამის შემდეგ თქვენ შეგძლებთ იყოთ თქვენი ბედის მწერლები. გემშვიდობებით მომავალ ვიდეოზე.